საკითხი, რომელზეც შემდეგ რეპორტაჟში ქეთი ბერაია გიამბობს, სოფლიოში სერიოზულ პრობლემად არის აღიარებული და უფლებადამცველები მას აქტიურად ებრძვიან. თუმცა ის, რომ ამ პრაქტიკას საქართველოში წყავს მიმდევრები, აქამდე უცნობი იყო. საქმე გოგონების წინდაცვეთას ეხება და ის აღმოსავლეთ საქართველოს სამსოფლოში ადგილობრივებისთვის თურმე ჩვეულებრივი ტრადიციაა. ამ სოფლებში კომპაქტურად ჩასახლებული ავარები ცხოვრობენ. მას შემდეგ, რაც პრობლემაზე რეპორტაჟი დაღესტნელმა ჟურნალისტმა აიდა მირკასუმოვმა მოამზადა, საქართველოს ოფიციალურმა სტრუქტურებმა საკითხის შესწავლა დაიწყეს. ქეთი ბერაია და გიორგი ჯაფარიძე კი ამ სოფლების მკვიდრებს შეხვდნენ და აზრი აღმოსავლეთ საქართველოს მუსლიმთა მუშსაც კითხეს. ეხლა მე ბაგდერი როგორ დავილაპარაკო. ამდენად მისდევს სოფელი აი ამ ტრადიციას. აი მე არ ვიცი. უარის თუ შეიძლება. არ შეიძლება. ეს ყველან ეგრეა. ასიანი აუცილებელია. არა და ეს მუსლიმანი არ იქნება. გოგოს. ის რაზე საუბარით სოფელში ეუხერხულებათ, მაგრამ ამტკიცებენ, რომ ყოველთვის სავალდებულოა გოგონების წინადაცვეთის პრაქტიკა. ამის შესახებ დანარჩენ საქართველოში არავინ იცოდა, ვიდრე თემა დაღესტნიდან ჩამოსულმა ჟურნალისტმა არ გააშუქა სათაურით. ყვარლის რაიონის სოფლებში გოგონებს წინადაცვეთას აიძულებენ. სტატიაში დასახელებულ სამ სოფელში, სადაც დაღესტნიდან საუკუნეების წინ ჩამოსახლებული ავარები ანუ ხუმზები ცხოვრობენ, ჩვენ თავად ჩავედი და ადგილობრივებთან საუბრის შემდეგ აღმოჩნდა, რომ სტატიაში მოყოლილი ამბავი ამ სოფლებში ტრადიციაა, რასაც რელიგიური მრწამსით ხსნიან და თავისი წესები აქვს. გოგოებშიც არის. წესია ჩვენი და იმით. რო გითხრა ერთ წლამდე რა, ეს ყველაფერი კეთდება. ეს დაბადებიდან მოგეთებინოს. დაბადებიდან როცა დასახლება ერთი კვირაში. სახელი მეესმე. მაშინ ეს. თუ დარჩა მე ეს შეიძლება. ჩვენი კასმეც რუსი მცოლი მოიყვანა. გურჯანში იყო, ცხოვრობდნენ. მოიყვანა აქ და აქ ეგეთ აბრეზანი და მე ლოცვა დაწყებ ქალმა. მარხოს რუსი კალი იყო. დაბერი კალი იყო. ადრე იყო ხალხი რომ თვითონ აკეთებდა. მაგალითად დედა ჩემი იყო ქალებში. ამას მიჩვევა უნდა, ამას ხელის ის უნდა, ოსტატობა უნდა. არანი კარგი, არაფერი საშიშროება და რა. სპეციალისტი ხო შირდება? არანი, სპეციალისტი არანი. ყველა მიცის ის რა არის. ეგრეთ წოდებულ ოსტატობაში გოგონების გენიტალიის ნაწილის მოკვეთის ან სისხლის გამოშვების წესების კარგად ცოდენ და პრაქტიკაში გამოყენება იგულისხმება. ასეთი ქალები, ბებია ქალების მსგავსად სამივე სოფელშია. ჩვენ დავინტერესდით, რას ემსახურება ეს ტრადიცია და საიდან იღებს სათავეს. პროკურორი მუჰამედ სალათ ალისლამ მუჰამედან. იქიდან არის მუსულმანისტი მოსული. თუ აბრეჟენ არალი ის მუსულმანი არალი ის მე სოლოთ არ მოყარან ქალი არ გათხოვდება გასან ეგეთი წინასთან მოსული ის არის ტრადიცია გასვერ. თუ არ ჩაიტარა რა ხდება? გოგო. არაფერი არ იქნება. მუსულმანი არ იქნება, მაგრამ ეხლა თქვენ ხო ხართ ქართველები, ჩვენ ვართ მუსულმანები, ხომ? განსხვავება ხო არის? იმიტომ აკეთებდნენ ჩვენი ეს გოგოსაც, ვიცაც ასე. ხო იცი, ჭრიდნენ და всё. მე არაფერი არა, რო გაიგო მუსულმანია. ერთი ხალხი ვართ, აბარანა გავიგო შენ ქართველი ხარ თუ ლეკი ხარ. ერთ-ერთ სოფელში ქალების წინდაცვეთის ეგრეთ წოდებული ხელსაქმის მცოდნეც მიგვასწავლეს. მაგრამ მან გადაღებაზე, ინტერვიუზე და საერთოდ ასეთი ფაქტების არსებობაზე კატეგორიული უარი განაცხადა. ადგილობრივებმა ასევე ღიად გვითხრეს, რომ ამ ქალის გარდა გოგონების წინადაცვეთას ადგილობრივ საავადმყოფოებშიც ატარებენო. ყვარელში, თელავში, ახმეტაში. ქირურგთან ახლა მნიშვნელობა არ არის. გოგოების შემთხვევაშიც ესე? გოგოების შემთხვევაშიც. საავადმყოფოში? ექიმი სპეციალისტი. სახალხოდ კი არ აკეთება, ეგ უჩუბარი საქმეა და ვერ გააქვეყნ. არის აი ყვარელში, თბილისში, თელავში რომ საჯობია მაინც. ჩვენ ყვარელში ვიდივართ. ჩვენ იმ რაიონის საავადმყოფოს მივაკითხეთ, რომელსაც ეს სამი სოფელი ეკუთვნის, თუმცა ყვარელში ამ საკითხთან დაკავშირებით комментарий არ გააკეთეს, რადგან თემა абсурдულად მიაჩნიათ. Шариат и хадис. Если с этим не связан, мы не должны принять это. კითხვით, არის თუ არა ქალთა წინადაცვეთა რელიგიასთან კავშირში, ჩვენ აღმოსავლეთ საქართველოს მუსლიმთა მუфтსაც მივმართეთ და დავინტერესდით, ქონდა თუ არა მას ასეთი ფაქტების შესახებ ინფორმაცია. Исламом это не касается.
То есть გოგონების წინდაცვეთას არანაირი კავშირი არ აქვს ისლამთან. მე როგორც გავარკვიე ეს ტრადიცია დაღესტანში მხოლოდ მთიანი რეგიონის ზოგიერთ სოფელშია შემორჩენილი. რაც შეეხება ყვარლის რაიონს. ვესაუბრეთ ჩვენს წარმომადგენელს სამივე სოფელში. ერთადერთი რაც სოფელ თივში ჩვენმა წარმომადგენელმა დაგვიდასტურა იყო ის, რომ სოფელ თივში ერთი ქალბატონი იყო ჩამოსული დაღესტნიდან, რომელსაც სურვილი ჰქონდა ჩაეტარებინა ეს ოპერაცია, მაგრამ ადგილობრივები არ დათანხმდნენ, რადგან ამას ბევრი უარყოფითი შედეგი მოყვება და არ შედგა. მუფტის განმარტებით ასეთი წესი არაბულ ქვეყნებში ადრე იყო, რაც არა ისლამიდან, არამედ ქვეყნების კლიმატური პირობებიდან გამომდინარეობდა. არაბულ ჩელარნდა არაბულ ცხელ ქვეყნებში გოგონების მომწიფება ადრეულ ასაკში ხდებოდა და მამაკაცებისადმი ლტოლვა რომ შეემცირებინათ, ამიზნით ტარდებოდა წინდაცვეთა. ჯერჯერობით მსგავსი ფაქტი არ მინახავს. მე ექიმი არ ვარ და სამედიცინო განათლება არ მაქვს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ სახლის პირობებში განსაკუთრებით არაპროფესიონალის მიერ შესრულებული ქირურგიული ჩარევა საქართველოს კანონმდებლობით არის დანაშაული და დანაშაულს ჩვენ მხარს ვერ დავუჭერთ, წინააღმდეგი ვიქნებით. საკითხის შესწავლა დაღესტნელი ჟურნალისტის მიერ ამ თემის გაშუქების შემდეგ დაიწყო ჯანდაცვის უწყებამ. მათი განმარტებით ამ დრომდე მათ ინფორმაცია მსგავსი ფაქტების შესახებ არ ჰქონდათ. ჯანდაცვის სამინისტროსთვის ცნობილი არ ყოფილა. ვფიქრობ, არის ძალიან საშიში და მოიცავს არამხოლოდ ადგილობრივად, ანუ ჩარევის პროცესში დაკავშირებულ გართულებებს, სისხლდენიდან დაწყებული ინფექციების განვითარებით, აღმავალი ინფექციების განვითარებით დასრულებული, რომ არაფერი ვისაუბროთ ტკივილზე და შემდგომში განვითარებულ თან დაკავშირებულ უარყოფით პირობებზე. დამერწმუნეთ ქალისთვის ეს არ არის ცოტა. სადაც ეს ხდება, იქ არ უნდა გაგვიკვირდეს ის, რომ ეს ფაქტები იმალება. სახალხო დამცველის ოფისმა დადასტურებულ ფაქტებზე მონაცემები საგამოძიებო უწყებებს რეაგირებისთვის გადასცა. საქართველოს კანონმდებლობაში ქალის გენიტალიების დასახიჩრების დეფინიცია არ გვხვდება, ეს დანაშაულთა კატეგორიაში ამგვარი ფაქტი განსაზღვრული არ არის. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოს კანონმდებლობით ამგვარ ფაქტებზე დადასტურების შემთხვევაში რეაგირების შესაძლებლობები არ არსებობს, მით უფრო თუ საუბრობთ არასრულწლოვნებზე და ბავშვებზე და მათი უფლებების დარღვევაზე. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით დღემდე 200 მილიონი ქალი ან გოგონა დაექვემდებარა წინადაცვეთას მსოფლიოში, ძირითადად აფრიკაში, ახლო აღმოსავლეთსა და აზიაში და 30 მილიონი რისკის ქვეშ არის. მათი ასაკი ძირითადად 15 წლამდეა. თანამედროვე მსოფლიოსთვის ეს ადამიანის უფლებების უხეში დარღვევაა და დღესაც მის წინააღმდეგ ბრძოლა ერთ-ერთ მთავარ ამოცანად დარჩება. თუმცა საერთაშორისო ორგანიზაციების გარდა ყვარლის ერთ-ერთ სოფელში აღმოჩნდა, რომ მის წინააღმდეგ ბრძოლა უკვე თავად ახალგაზრდების ნაწილმაც დაიწყო. ვისაც სურვილია, მათ აკეთებს, ვისაც არა, არ აკეთებს. ეხანდელი გოგოები ხო იცი, იგეთი ზარმაცები არ რამე, ეგეთ რამებს არ უნდან. ხო, ეს თქვენი ადრეულ წესს ჩვენ არ გვჭირდება, ეგრე ეძახიან გოგოები ახლა.